სოფლიოში საუკეთესო smartphone არის მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო ვიდეოთი. დღეს გადაწყვეტილი მაქვს თქვენთან ერთად ავაწყო და შევქმნათ სოფლიოში საუკეთესო smartphone, რომელიც ვერასოდეს ვერ იარსებებს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენი ვქნათ. ზოგადად კითხვა თუ რომელია სოფლიოში საუკეთესო smartphone, ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ ეს კითხვა ვინმე მცოდნეს დაუსვი, რომელიც ტექნიკაში გარკვეულია, თუ კონკრეტული პასუხი განგიცხადა, ის ადამიანი ტექნიკაში გარკვეული არ არის. რადგან ერთია დასვა კითხვა თუ რომელია შენთვის საუკეთესო smartphone და მეორეა დასვა კითხვა რომელია ზოგადად საუკეთესო smartphone. შენთვის საუკეთესო შეიძლება იყოს iPhone 3-ც კი, პირობითად ვამბობ, მაგრამ ზოგადად საუკეთესო თვითონ სიტყვა გეუბნება, რომ მას ერთი კრიტერიუმი ვერ ექნება. ზოგადად საუკეთესო smartphone არის ის, რომელსაც აქვს მსოფლიოში საუკეთესო გადაღება, ეკრანი, ელემენტი, ჩიპსეტი, ტემპერატურა, ისა, ესა. ეგეთი smartphone არც არსებობს, არც არსებულა და ვერც იარსებებს, ბევრი ლოგიკური მიზეზის გამო. დღევანდელ ვიდეოში კი ვეცდები სხვადასხვა ფლაგმანი მოდელებიდან ამოვიღო კონკრეტული კომპონენტები და სწორედ ამის ხარჯზე შევქმნათ არარსებული, მაგრამ ჩვენთვის არსებული საუკეთესო smartphone. თხოვნა მექნება არხი გამოიწეროთ ვიდეო და ლაიქოთ, კომენტარიც, თუ გაგიხარდებათ და რამე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ და შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე და პირველი მინდა ვახსენო დიზაინი. ეს დიზაინი ყველაზე რთული საკითხია, იმიტომ რომ მარტო უკავშირდება გემოვნებას, მე შეიძლება მწვანე მომწონს, ვიღაცას შეიძლება მწვანე ეზიზღება. Smartphone-ებში ჩემთვის ყველაზე მინიმალისტური, დახვეწილი და ლამაზი დიზაინი, დიდი ხანია უკვე აქვს Pixels, მაგრამ კონკრეტულად თუ უნდა გამოვარჩიოთ რაღაც მოდელი, პირადად მე ავირჩევდი Pixel 10 Pro-ს. შესაბამისად, Pixel 10 Pro-ში უნდა ავაწყოთ უკვე ის საუკეთესო smartphone. გადავიდეთ ეკრანზე. ისევე როგორც ალბათ ძალიან ბევრს, ასევე მეც ეკრანზე, smartphone-ების ეკრანზე უბრალოდ პირველი მახსენდება Samsung-ი, იმიტომ რომ smartphone-ების 70-80% იყენებს სწორედ Samsung-ის ეკრანებს. მაგრამ რამოდენიმე დღის წინ გავვრცელდა ესეთი სისულელე და პირდაპირ გაგებით მარაზმი ინფორმაცია, რომ Samsung-ი S27-ში აღარ აპირებს თავის ეკრანის ჩასმას, რადგან ზვირი უჯდება. და უნდა გამოიყენონ ჩინური კომპანია BOE-ის ეკრანები, ეს ჩინური კომპანია BOE იმას კი ანიშნავს, რომ ცუდია. ყველაფერი ჩინური ცუდი არ არის, ისევე როგორც ყველაფერი ამერიკული და ევროპული ვერ იქნება კარგი. მაგრამ აქ საშინელი ფაქტი არის ის, თუ რა გამართლება აქვს Samsung-ს ამ ყველაფერზე. როგორც გითხარით, უკვე ახსენეს, რომ ზვირი უჯდება თავიანთი ეკრანის გამოყენება, როდესაც პირობითად iPhone-ს Apple-ს ერთი წლით ადრე აძლევენ ეკრანებს, რომელიც iPhone-ში არის შემდეგ გამოყენებული და ერთი წლის მერე იყენებს იგივე ეკრანს Samsung-ი. და რა თქმა უნდა, მარტო Apple არ იყენებს Samsung-ის ეკრანებს. საქმე იმაშია, რომ Apple ამდენი ხანია იყენებს, იქ Pixel-ი იყენებს, ის იყენებს, ეს იყენებს, ფასი ეკრანის გამო არ იზრდება. თან ლოგიკურად რო ავიღოთ, როდესაც პროდუქტი შენია, შენ აწარმოებ და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ბევრად იაფიგიჟდება იმის გამოყენება, ვიდრე ის, რომ პირობითად Apple-მა Samsung-ისგან იყიდოს ეკრანი. ეს ზვირი ჯდება. ერთი არის, რომ შენ აწარმოებ შენი პროდუქტია, მეორეა, როდესაც სხვისი პროდუქტია, სხვა აწარმოებს და იმისგან ყიდულობს. Samsung-მა კი ამაზე, თავისივე პროდუქტზე განაცხადა, რომ ჩვენი ეკრანების დაყენება S27-ში შეიძლება ზვირი დაგვიჯდესო. მარაზმია. ამიტომ ამ ჩვენი Pixel 10 Pro-ს დიზაინში, ესე ვთქვათ, მე ჩავსვავდი ისევ Pixel 10 Pro-ს ეკრანს. Samsung-ის ჩინაზე არა, Pixel-ს მართლა ძალიან კაი ეკრანი გამოვიდა, ფერები, განათება, ხედვის კუთხე, აბსოლუტურად ყველაფერი. მინდა გადავიდე პირდაპირ ელემენტზე და რადგან ის კომპონენტები, რომელსაც ჩვენი საუკეთესო smartphone-ისთვის ვირჩევთ, უნდა იყოს აუცილებლად ფლაგმანური მოდელიდან და არა პირობითად ოკიტელიდან, ოკიტელს რო 30.000 და 3 მილიარდ მAh-იანი ელემენტი აქვს, მაგას რო ჩავსვავთ აქ. უნდა ავირჩიოთ ფლაგმანური smartphone-ის ელემენტი. ამ შემთხვევაში ტრილიარდი ტესტი არის უკვე ჩატარებული და ყველაზე დიდ და კარგ შედეგს ფლაგმანებიდან აჩვენებს OnePlus 15-ის ელემენტი. პირდაპირ მივაყოლოთ ჩიპსეტის ნაწილი. აქ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე რომ გამომეშვა ორი განსხვავებული კომპლექტაციის მქონე საუკეთესო smartphone, ერთში ჩავაყენებდი Snapdragon 8 Elite Gen 5 და მეორეში ჩავაყენებდი A19 Pro-ს. სადაც Samsung-ი Exynos და Snapdragon-ს ერთად უშვებს, ჩვენ არარსებულ საუკეთესო smartphone-ში გამოვიყენოთ Apple-ის ჩიპსეტი და ზოგადად Snapdragon-ის 8 Elite Gen 5. ამის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე და ერთ-ერთი ამ ორიდან იმიტომ ვერ ამოვარჩიე, რომ ორივეს აქვს რაღაც პლუსი მინუსი. მაგალითად, Snapdragon-ი ვიცით, რომ არის ძალიან ძლიერი ყველაფერში,
ტოპი, მოდი ესე რომ დავარქვათ, მაგრამ რაშიც ტოპი არ არის, ეს არის ტემპერატურა და ენერგოეფექტურობა. ამაში ალბათ ყოველთვის არ ვიცი, მაგრამ ბოლო ძალიან ბევრი წელია Apple-ის A-series ჩიპსეტი, ჩაგრავს თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დაჩაგრვა სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჯობს. და აქვე მინდა ვახსენო ტემპერატურების ნაწილი ფლაგმანების დონეზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე კარგად ფლაგმანები რო ავიღოთ OnePlus 15s 26 Ultra, Oppo Find X9 Ultra და ასე შემდეგ, ტემპერატურა დატვირთული გამოყენების დროს ყველაზე კარგად უჭირავს 17 Pro-ს. Pro Max-აც, იმიტომ რომ Pro და Pro Max შორის როგორც იცით, მარტო ზომაა სხვაობა და ელემენტი. გადავიდეთ კამერებზე და ალბათ ყველაზე რთული თემა ეს არის, იმიტომ რომ კამერაც ასე თუ ისე საბოლოო გადაღებული შედეგი გემოვნებას უკავშირდება. ვიდეოში მარტივად მოვიშორებ და ვიტყვი, რომ iPhone-ის ვიდეო ჩემთვის ტოპი არის, რაც შეეხება ფოტოს. აი აქ დაგვერხა. მოდი სანამ კონკრეტული smartphone-ის გადაღებას ჩავსვავდით ამ ჩვენს Pixel 10 Pro-ში, რომელიც საბოლოო ჯამში მსოფლიოში საუკეთესო smartphone უნდა გავუხადოთ. ვიტყვი ერთ რაღაცას. პირადად მე ნებისმიერი smartphone-ის ფლაგმანი არაფლაგმანი მნიშვნელობა არ აქვს გადაღებას მეჩვენე iPhone-ის ფოტო გადაღება და მარტივად დავხსნი რატო. მე არ მიყვარს ზედმეტად დამუშავებული, გაფერადებული, გამოფერადებული ფოტოები. ყველა smartphone-ში, მათ შორის iPhone-შიც გადაღების დროს გამოყენებულია AI, ეგ 2x2 4-ია, მაგრამ აქ პირადად ჩემთვის გააჩნია იმ დოზას, თუ რა დოზით არის საბოლოო შედეგში გამოყენებული AI. პირობითად ავიღოთ დიდი ზუმი, iPhone-ის შემთხვევაში X40-ია მაქსიმალური, ბევრი Android-ის შემთხვევაში 100 და 120-იც კი და ადამიანს რო დაუდო ორი ფოტო, რომელიც დიდ ზუმზე არის გადაღებული, ერთი iPhone-ით და მეორე პირობითად, რა ვიცი, Honor-ით, OnePlus-ით, Pixel-ით და ასე შემდეგ, 100-დან 100 იტყვის, რომ უკეთესი ფოტო არის არა iPhone-ი, არამედ ის მეორე რა, Android-ით რო არის გადაღებული. აქ უკვე ერთვება ის დეტალი, რომ AI ძალიან ამუშავებს ფოტოს ახლა. აქედან 200 მეტრში რომ მიაზუმებ და რაღაცა დეტალურად ჩანს, ზოგადად smartphone-ის კამერას AI-ის გარეშე ეგ ვერ შეუძლია ფიზიკურად. სწორედ ამას გულისხმობ. არის ისეთი დეტალები, როდესაც ძალიან გიფერადებს. მინდორს იმას ამას. ხარისხი სხვა რაღაცა არის და ეგ გაფერადება სხვა რაღაცა არის. ხარისხი არც iPhone-ს არ აკლია და დღეს უკვე ძალიან ბევრ smartphone-ს, მათ შორის double passion-ს ნამდვილად არ აკლია, მაგრამ პირდაპირ გაგებით აი ეს ძალიან დიდი AI-ის გამოყენება მე არ მომწონს. მე მირჩევნია ბუნებრივი ფოტო იყოს, ვიდრე ვიცოდე რომ არარეალურია და რაღაცა სისტემის და AI-ის შექმნილია. მაგრამ ამის მიუხედავად ფოტოს ნაწილში iPhone-ს არ გამოვიყენებ ჩვენ smartphone-ში და არც ერთ კონკრეტულს არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ჩინელები უკვე სასწაულს აკეთებენ. გინდა სენსორით, გინდა ოპტიკური ზუმით, გინდა სტაბილიზაციით, ყველაფრით აბსოლუტურად. ჩავსვავ Xiaomi-საც, Vivo-საც, Honor-საც და Huawei-საც. დღეს აი ეს ჩინური smartphone-ები ყველაზე მაღლა დგანან უშუალოდ ფოტო გადაღებაში. მეხსიერების ნაწილში 128 GB უკვე აღარ არსებობს დიდი ხანია ფლაგმანებში, 256-დან იწყება. ჯანდაბას ჩვენც დავიწყოთ 256-დან და ავიდეთ ჯანდაბას კიდევ იმ 2 TB-მდე, რომელიც iPhone-ში ეხლა პირველად გამოჩნდა. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, აქ 24 RAM-ს და 720 RAM-ს არ ვიტყვი, იყოს ერთადერთი 12 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, უბრალოდ არა ის, რაც ზოგადად როგორც 200 ლარიან, ასევე 2000 ლარიან smartphone-ში შეიძლება შეგვხვდეს. არა, იყოს ის 12 GB, რაც არის 17 Pro-ში. რადგან ზოგადად iPhone-ის გინდ კამერების მეგაპიქსელი, გინდ RAM-ის რაოდენობა ციფრში, გინდ ელემენტის მილიამპერი რადიკალურად განსხვავებულად მუშაობს ვიდრე სხვა ნებისმიერ smartphone-ში. ეს iOS-ის ხარჯზეა და აი კაკრას მივადექით სისტემას. აქ სისტემას რაც შეეხება, აი როგორც ჩიპსეტის ნაწილში Apple და Snapdragon ერთად ვახსენე, A-seria Apple-ის. იგივეს ვიტყვი სისტემის ნაწილში. გამოუშვათ ორი smartphone-ი, ერთი იქნება iOS-ზე, მეორე იქნება Android-ზე. უბრალოდ Pixel-ის Android-ზე და არა One UI-ზე, HyperOS-ზე, Magic OS-ზე, Color OS-ზე და ასე შემდეგ. თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავაწყეთ მსოფლიოში საუკეთესო smartphone-ი. ეს ჩემი გემოვნებით იყო განსაკუთრებით ის ნაწილი, რაც პირველი ვახსენეთ, დიზაინი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მე დიზაინზე მომწონს iPhone 7-ო და iPhone 7-ში ავაწყობდი იგივესო. კი ბატონო, ავაწყობდი, მაგრამ სხვა ნაწილები გინდა არ გინდა მაინც ტოპი უნდა გამოიყენო. ეხლა ელემენტში რომ OnePlus 15 ყველა ფლაგმანს ჯობნის, მაგის ბევრი ტესტი უკვე შეგიძლიათ ნახოთ და რაც შეეხება ეხლა ისეთ ნაწილებს, რაშიც Apple-იც გამოვიყენეთ და Android-ი, სისტემას გულისხმობ და ასევე chipsets.
ეგ იმიტომ ვქენით, რომ უბრალოდ ყველაზე მოვერგოთ. ეხლა თვითონ iPhone-ი რო ავიღოთ, დედამიწაზე აქვს ყოველ მეხუთე, მეექვსე ადამიანს დაახლოებით რო გამოვთვალოთ, 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და iPhone-ი აქვს 1.6 მილიარდ ადამიანს, როგორც ვიცი, Samsung-ი აქვს მილიარდზე ცოტა მეც. ანუ სწორედ მაგას უკავშირდებოდა ჩვენი მსოფლიოში საუკეთესო smartphone-ის იდეა, რომ გათვლილიყო ნებისმიერ მომხმარებელზე. შეგვიძლია გავაგზავნოთ მსგავსი ტიპის კონტენტი, თუ დაგაინტერესებთ, მაგალითად, იგივეს რაღაცის გაკეთება შეგვიძლია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო smartphone-ი, რომელია double budget-ში, საშუალო ბიუჯეტში და ფლაგმანებზე კი ვისაუბრეთ დღეს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ სარისხილაკი, გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.